თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნობდა 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც მანდატურის თანამშრომლება მისი ქმედება აღკვეთის შემდეგ კი პოლიტიკოსის სამართალდამცველებმა დააკავეს. ელისაშვილს ბრალდება ტერორისტული აქტის მცდელობისა და კიდევ ერთ ეპიზოდზე. ტერორისტული აქტის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა. ოპოზიცია ამ განაჩენს პოლიტიკურ მარცხს აჯულება დაფასებს. მმართველი პარტია კი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს. აღნიშნულ საქმეს ეკა ლემონჯავა აშუქებს და თემის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ეკა, მოგესალმები და გისმენთ. ვიდრე მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენს გამოაცხადებდა, მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილის ხტომათა დარბაზიდან გააძევა, დარბაზი დაატოვებინა, დამსწრეს საზოგადოებასაც. აღნიშნულის მიზეზი კი ალეკო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა გახდა, რომელშიც მან განაცხადა და აღწერა დეტალურად თუ რატომ განახორციელა ეს ქმედება. საუბრის დასასრულს კი შეაგინა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს, რის შემდგომაც უკვე მოსამართლემ ის ხდომათა დარბაზიდან გააძევა. ალეკო ელისაშვილმა დარბაზიდან გასვლისას შეაგინა ასევე რუსეთს, თქვა დიდება უკრაინას და საქართველოს, რასთან დაკავშირებითაც დარბაზში მყოფმა პირებმა ტაში დაუკრეს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ხდომათა დარბაზიდან ყველა დამსწრე პირი გაუშვა, პროცესი დახურა და განაჩენი ისე გამოაცხადა, რომ აღნიშნულს მხოლოდ მხარეები ესწრებოდნენ და თავად ალეკო ელისაშვილიც არ დასწრებია აღნიშნულს, თუმცა მოსამართლემ უნდა ითქვას, რომ ალეკო ელისაშვილს სასამართლოს ხდომათა დარბაზში მოსვლისა და საბოლოო სიტყვის სარგებლობის უფლება მისცა, ვინაიდან ელისაშვილი აქამდეც გაძევებული იყოს ხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე, თუმცა დღეს მან მოსამართლე გელაშვილმა სიტყვის თქმის უფლება მისცა. ის დღეს უკვე მეორედ გააძევეს დარბაზიდან. რატომ გავაკეთე? ხალხი ალბათ კითხულობს. მანდატურის თანამშრომლებმა რა ჩვენებები მისცეს? 8 ფეხა ვარ? არანაირი პისტოლეტი არ მომიღია. ვინმეს მოკლა რომ დომებოდა იარაღს კარგად ვფლობ. მათი მოკლა რომ დომებოდა არავინ ცოცხალი არ დარჩებოდა. ახალგაზრდა გოგუებს ამ შენობაში როგორ ექცეოდნენ, აფურთხებდნენ, ქალები არ არიანო. ამბობდნენ, რა თქმა უნდა, ეს იყო პროტესტი. შეფურთხება მინდოდა ხელისუფლებისთვის. ქალაჩუნობა მაღიზიანებს. ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაი გათიშულ ხალხს წიხლებს რომ ურტყავდნენ, ის ნახეთ და მერე გამამტყუნეთ. მე პოლიტიკოსად არ დავბადებულ ვარ, მე დავიბადე კაცად და ქართველად. ის პროტესტი მახრჩობდა და ვიმოქმედე. არ გამომივიდა, იმას ვნანობ, რომ ასე იაფად დამიჭირეს. ვიცოდი, რომ თავზე ხელს არ გადამისმევდნენ. ის პოლიციელი ამოვიცანი, რონი მესხი, ის გათახსირებული კაცი. მოადგილეს იძახდა ყველა და ვერ მივხვდი, მერე ნოდარ მელაძის შაბათში ვნახე. რონი მესხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შემოვიდა. ნაცებ ნაბექ კაც, ძალიან ბინძური რაღაც მითხრა, ვერ გავიმეორებ, 5 იმდენი დავუბრუნე. ელისაშვილი ხარო? მკითხა. კი მეთქი და საზიზღრობა მითხრა. მშვენივრად ვგრძნობ თავს ამ ქვეყნის წინაშე, პირნათელი ვარ და ჩემს სახლში ოქროს ზოდები არ მოუღიათ. ნახეს როგორ სახლში ვცხოვრობ. პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია. გახარიას ხალხი მინდა გავამხნეო. ძალიან ვაშკაცები იყვნენ ქალიან კაციანად. რატო არ ვიყავი იქ იმ გორდულაძეს გავაფრთხელებდი? სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში. დღეს ადვოკატები მოითხოვდნენ ალეკო ელისაშვილის მიმართ გამომართლებელი განაჩენის გამოტანას, როგორც უფლებადამცველები აღნიშნავდნენ. ეს არ იყო საქმე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით უნდა წასულიყო სასამართლოში. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით. საქმის პროკურორი აღნიშნავს, რომ მოსამართლემ იზიარა ყველა ის მტკიცებულება, რაც საქმეში სახელმწიფო ბრალდებამ წარადგინა. შესაბამისად განაჩენი, რომელიც დღეს გიორგი გელაშვილმა გამოიტანა ბრალდების მხარისთვის, არის სამართლიანი. ეს არის მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს იყო ქართული ოცნების დავალების შესრულება.
განაჩენი რეალურად დადგა 8 თვის წინ, როცა პაპუაშვილმა გამოაცხადა ის ტერორისტად, დაარღვია ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპცია. ტერორიზმი იყო 11 სექტემბერი, ტერორისტი იყო ბინ ლადენი და დღეს ჩვენ გვყავს ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც გამოცხადებულია ტერორისტად. 11 სექტემბერს გვახსოვს, რომ ხელანგრევა მოყვა, ადამიანების მსხვერპლი 3000-მდე ადამიანი დაიღუპა და ისიც შეფასებულია ტერორიზმად და ესეც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილოა. რეალურად ჩვენ გვაქვს 100 ლარის ზარალი და ჩატეხილი შუშა, რომელსაც ცდილობენ წარმოაჩინონ ტერაქტად და 1970 წელს აშენებულ სასამართლოს შენობას და 2013 წელს აშენებულ მოქალაქეთა მოსაღებს ცდილობენ რომ არის წარმოაჩინონ ერთი და იგივე შენობა და თითქოს და 3 ჰექტარის საოფისე ფართის დაცვა შესაძლებელი იყო 2 ბოთლი ბენზინის. ნორმალურ ადამიანს ლოგიკურად შეუძლებელია ესეთი მოლოდინი ქონოდა, რომ აქ ტერორისტული აქტი შეიძლება განხორციელებული იყო და გაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის ხარის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა ვერ გამოიწვევდა 25 მილიონის ზიანს. სწორედ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია და 10-დან 15 წელს ითვალისწინებდა აღნიშნული და მიუსაჯა 13 წელი. 13 წელი არის იგივე ოდენობის, რაც შეიძლება ყოფილიყო დასრულებულ ტერაქტის შემთხვევაში. სასამართლო ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ასევე ისაუბრა, რა თქმა უნდა, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს. ასევე სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახადად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი. ასევე მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო რელევანტური მის ქმედებასთან, ასევე მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულმა ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებებით, ასევე ქცევით, ასევე არც ერთ ეტაპზე ქმედების არ აღიარებით და მონანიების ასე ვთქვათ, არ ქონით, ფაქტობრივად ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი. ტერორისტი, კრიმინალი ასე მოიხსენიებენ მთავრობაში, მთავრობის წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას და განაჩენს არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან. სულ ცოტა ხნის წინ დაწერა სოციალურ ქსელს Facebook-ში სტატუსი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ის გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და განაცხადა, რომ თავის დროზე ყველა პასუხს აგებს აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელებიც. სასამართლო პროცესებად წოდებული პროცესი, რომელიც პაპუაშვილის სიტყვების გასამართლებლად იყო, პაპუაშვილის, რომელსაც დაარღვია თავის დროზე არაერთხელ უდანაშაულობის პრეზუმპცია და ალეკო ელისაშვილს დააბრალა არარსებული ბრალი ტერორიზმში. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კობახიძემაც იგივე გააკეთა. ფაქტიურად განაჩენის წინ რამოდენიმე წუთით ადრე კიდევ ერთხელ ზეწოლა მოახდინა სასამართლო სისტემაზე და თავისი ინტერპრეტაცია, აღმასრულებელი ხელისუფალის ინტერპრეტაცია დადო განაჩენის სახით. მართლა ალეკო იყო ძალიან წუხوار ამის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანები ქართულმა ოცნებამ ბევრი არა მხოლოდ ალეკო მიიყვანა უკიდურეს ზღვარზე. მათ შორის წონასწორობა დაურღვია ძალიან ბევრი რამის გამო. ამიტომ გონია, რომ თანადგომას და თანაგრძნობას იმსახურებს ყველა, ვინც სისტემის მსხვერპლია, თუნდაც ამ ფორმით. ნებისმიერ ამგვარ საქმეზე, სადაც აშკარაა პოლიტიკური გავლენა, ყოველთვის იქნება კითხვის ნიშანი და ყოველთვის საზოგადოება ეჭქვეშ დააყენებს ამას. ერთადერთი შანსი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ნაკლები კითხვის ნიშანი გაჩნდეს, არის მხოლოდ სასამართლო რეფორმა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ხო, ისიც ხო ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას, როდესაც ეს ადამიანები აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ, ასე ვთქვათ, არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული.
და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება. თელმა ქვეყანამ ნახა კადრები, სადაც ტერორისტი ელისაშვილი შეიჭრა სასამართლოს შენობაში, წინააღმდეგო გაუწია სასამართლოს მანდატურებს და სცადა სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის გადაწვა. რა ცრუ ბრალდებებზეა საუბარი და რა, ასე ვთქვათ, არაობიექტურ გადაწყვეტილებაზე შეიძლება იყოს საუბარი. თეთრით შავზე დევს კონკრეტული მტკიცებულებები, სადაც ბატონი ელისაშვილი, კრიმინალი ელისაშვილი შევარდა სასამართლოში და სცადა სასამართლოს შენობის გადაწვა. ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობას ედავებოდნენ. ეს ქმედება 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას 13 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც მას განაჩენი ელოდება. კიდევ ერთი ბრალდება მიაწიეს მას ციხეში ყოფნის დროს. ამჯერად უკვე ალეკო ელისაშვილს დასრულებულ დანაშაულს, კერძოდ კი ტერორისტული აქტის განხორციელებას ედავებიან, რაც სასამართლოს არქივის შენობის დაწვას უკავშირდება. ამ საქმეშიც მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.